ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ექიმმა თვითდაზიანება მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით შემთხვევას წინ უძღოდა კლინიკის შიგნით არსებული ხანგრძლივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავა დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს შორის. ამ ეტაპზე კლინიკაში მიმდინარეობს რეაბილიტაციისა და რეორგანიზაციის პროცესი, რასაც თან ახლავს საკადრო ცვლილებები და შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. არსებული ინფორმაციით თვითდაზიანება მიიყენა კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც ბოლო პერიოდში სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. ვედი ქვემოთ, რომ მიმეხედა პაციენტებისთვის და ინდირა ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული, დამიძახეს უცებ ექთნებმა და მეც მივედი შემთხვევის ადგილას. დანაეჭირა ხელში და ვერაფრით ვერ წავართვით ხელიდან. და ესეთი სიტუაცია იყო, მე ბატონ კახასთან გავიქეცი, ბატონი კახა ჩამოვიყვანე. ინდირა ანერვიულებული იყო, არ დამენახოს თვალითო და ამიტომ იძულებული გავხდი შემდეგ დამეძახა საპატრულოსთვის. სავარაუდოდ ჩემი აზრით მათ შორის შელაპარაკების საფუძველზე მოხდა ეს. შელაპარაკების საფუძველზე სადაც ვფიქრობა? დიახ, შელაპარაკების საფუძველზე მოხდა ეს, რომ შეეცადა თავის მოკვლას. როგორც შემთთვის ცნობილია, 3-4 თვე გრძელდება ეს მდგომარეობა. დაჟე რამოდენიმე კვირის წინ დამირეკა თვითონ, რომ როგორც დამფუძნებელიო ამოდიო და რაღაცაო უთხარიო, იმიტომ რომ სიცოცხლეს გამომასალმებს ეს კაცი და რაღაცა ზომებიო მიიღეთო. და მე თვითონაც, იმიტომ ვერ მოვედი აქ, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში მე თვითონ ვყავდი. ამჟამინდელი დირექტორი არის კახა ნურალიძე, ძალიან დიდი ხანია ვცდილობ და ვითხოვ დამფუძნებლებთან მრავალმხრივი კონტაქტით, რომ ეს კაცი არ არის აქ გასაჩერებელი, არ არის ჯანმრთელი, მაგრამ არავინ უყურად არ იღებდა ამ ყველაფერს და ეხა ძალიან ცუდი რაღაც მოხდა სინამდვილეში. კლინიკის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში და კანონის შესაბამისად. მათი განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლება და სტრუქტურული ცვლილებები გამოწვეული იყო დაწესებულების ფინანსური და ორგანიზაციული გაჯანსაღების აუცილებლობით. როდესაც დამთავრდა დილის კონფერენცია მოცემული ქალბატონის მხრიდან განხორციელდა პროვოკაციული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რატომ გავაკეთე ესა თუ ის განცხადება, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი დაიწყო იქედან, როდესაც რეორგანიზაციის პროცესში მე დავნიშნე ხარისხის ხელმძღვანელად სხვათა შორის ძველი კადრი და ეს მისი მხრიდან იყო აღქმული მიუღებლად, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აეხსნა ქალბატონ ინდირას, რომ ჯერ ერთი გადაწყვეტილებებს დაწესებულებაში იღებს გენერალური დირექტორი, მით უმეტეს თუ ის არის სასამართლოს მიერ დანიშნული რეაბილიტაციის მმართველი, არაერთხელ მოხდა ამის ახსნა. ადამიანური ენით, ნორმალური ენით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეხლა პარასკევს გაკეთდა ჩემს მიერ განცხადება მის მიმართ, რასაც ესრებოდნენ სხვა თანამშრომლებიც, სადაც მე მას უთხარი, რომ მე არ მინდოდა მისი სამსახურიდან გაშვება და ესა ნუ მაიძულებდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რეაბილიტაციის პროცესი არის ძალიან რთული, ეს პირველად ხდება ჩვენ სინამდვილეში და არის ძალიან სენსიტიური, თითოეულ სიტყვას, თითოეულ უარყოფით ინფორმაციას გასულს დაწესებულებიდან, მით უმეტეს როცა ამას არავით არის საფუძველი არ გააჩნდეს მიზანმიმართულად ხდება ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა. ეს ყველაფერი აისახება ძალიან უარყოფითად დაწესებულების იმიჯზე, პაციენტების მომართვიანობაზე და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს მან ჩაიდინა კიდევ უფრო უარესი და რაც უკვე არის გამოძიების კომპეტენცია მინდა გითხრათ და ეს მარტო ჩემზე უკვე დამოკიდებული აღარ იყო და დღეს მიწოდა რაღაც ძალიან უზრდელური სიტყვები მისი მხრიდან იქნა ნათქვამი, რაზეც მე ვუთხარი, რომ შესაბამისად ის იქნებოდა გათავისუფლებული სამსახურიდან. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მოხდა
იმართება მხოლოდ კანონთან შესაბამისობაში და ყველა ნაბიჯი იქნება გადადგული კანონიდან გამომდინარე. ამის შემდეგ ქალბატონი ინდირა ჩავიდა კიბეებზე და შემდეგ როგორც გაირკვა ესე სახალხო დემონსტრაციულად განახორციელა ვითომ ეს სუიციდის მცდელობა. ალბათ მოისმინა საზოგადოებამ ჩვენი მთავარი ქირურგის განცხადება და ჩემთვის ასევე ძალიან სამწუხაროა რომ მასმედიით გავრცელდა ესეთი ინფორმაცია მრავლობითი ჭრილობები, ახლა უტარდება ოპერაცია, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ისევე როგორც ის სექსუალური ძალადობა და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლობა საგამოძიებო ორგანოებს, დროული იყო მათი რეაგირება და დროულად დაიწყო ამ საქმის მოკვლევა. რაც შემეხება პირადად მე და რაც შეეხება კლინიკის ხელმძღვანელობას, მოცემული ფაქტი, რომელსაც ადგილი აქვს და რომელიც წიფდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, გადაეცა განსაკუთრებულად ეთიკის კომიტეტს და ეთიკის კომიტეტი იმჟელებს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ეს ქალბატონი დაკავებული თანამდებობას. ამიტომ აქედან გამომდინარე, აქ ყველა პროცესი არის ღია, რაც არაერთხელ აღმინიშნავს. აქ არ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სრული უფლება მაქვს ამისი და ძალიან ხშირად მე ვარ ვალდებული ეს გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემი აქ ყოფნის მიზანი არის ერთადერთი დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა და სასამართლოს მიერ ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ბოლომდე შესრულება, რაც გულისხმობს კლინიკის გადარჩენას. შემთხვევის შემდეგ ექიმები სამართალდამცავებმა დაკითხეს. გამოძიებაში ჩართული არიან კლინიკის თანამშრომლებიც. მიმდინარეობს მტკიცებულებების, მათ შორის აუდიო და წერილობითი მასალების შესწავლა.